მოგესალმებით ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ ავტოზეინკალ შემკეთებელ მღებავი უმშვენიერესი ანა ცხებუჩავა. ავტოზეინკალ შემკეთებელი როგორ ახლა? ქუდით უნდა შემოსულიყავი. დაბძანდი. რაო, რა რეგალიები ჩამოთვალე? სანამ მოგიკითხავთ, პირველ რიგში მაყურებელს აუხსნათ, იმიტომ რომ გაუგებარი რატო ხარ შენ ავტოზეინკალ შემკეთებელი, მე და კაიხანი მომიდა რომ დამახსოვრებინა. მართლა შენი პროფესია ხო ეს და თან ქუდით საჭიროა, ანუ მაგას იძახი? ო, როცა ღება ქუდი საჭიროა. ანუ კარგად აუხსენი მაყურებელს რა იგულისხმება ამ პროფესიაში. ანუ რა იგულისხმება და გახსოვთ ის დრო ალბათ ყველა აი ეს ლიცეუმები და კოლეჯები რომ მოდაში შემოვიდა. ანუ მე-9 კლასიდან გამოსვლა რომ მოდაში იყო. ესე მოხდა რომ მე გამოვედი მე-9 კლასიდან და იმდენი ხანი ვისვენებდი რომ ჩამოვედი უკვე მე-10 კლასელებმა დაიწყეს სწავლა. ხო და ისეთი რაღაცა უნდა მოგვეძებნა სადაც მივიდოდი, არ ვივლიდი და მე უნდა მესწავლა ინსტიტუტისთვის. რაღაცა რა. გასაგები. ყველასთვის ნაცნობი უაზრო. რამოდენიმე ვარიანტი გქონდა? ავტოზეინკალი. არანაირი ვარიანტი არ იყო, ყველა ეგ იყო მარტო. ხო, ჩემთან ახლოს ეს ჩემ მშობლებს რა ვიცი რა ეგონათ თავისშვილი, სულ ახლოსმა ყველაფერი დამთავრებული. სკოლა, ლიცეუმი, იქვე ყველაფერი იყო. ხო და ესე იყო რაღაცა ელმავალ შემკეთებელი ქარხნის. ეს არ ვიცოდი. ელმავალ შემკეთებელი არ ხარ გაიარი. პრაქტიკებზე ხო არ იყავი? პრაქტიკებზე ვიყავი, კი და ისიც შემნაირი აღმოჩნდა, იმიტომ რომ იმან საღებავი სახში გამოგვატანა, რომ სახში შეგებეთო და სახში თუ გემეცადინა? სახში პრაქტიკები სახში გაიარეთო და დედაჩემმა იატაკები შემაღებინა, ფანტასტიკურად ჩავაბარე. მაგრამ იმ დროს კარგი პროფესია აგირჩევია. ეხლაც მშვენიერია, სერიალი დროებით გაჩერებულია, სახში მივადექ მშვენივრად. გამოგადგა ეს პროფესია. გამომადგა, კი. დიპლომი მაქვს. უნივერსიტეტში ცოტა რაღაცა ეჭვის თვალით კი შემომხედეს ეს რაღაცა. შევებში ჩაცმული ელასტიკები. რამ გაიძულა ასეთი კარგი პროფესიიდან აი რაღაც მსახიობობაზე? რა არის? შვენიერი პროფესია. ფანტასტიკური, კი, გეთანხმები, ხო და არ ვიცი, ნახოთ რა, ესე მოხდა რა. ისე სანამ რამან შენ გაიძულა ალბათ. სერიალში გაქვს ძალიან დიდი პაუზა. ნუ ალბათ ძალიან გენატრება ახლა ისევ. იმიტომ რომ შენ ერთ-ერთი მსახიობი ხარ, რომელიც პირველი სეზონიდან ბოლო სეზონამდე არის. ანუ ვინც ეძებს სხვათა შორის. სათაური გვიზის. ჩემ სათაურის დაკალე. სოლი გვიზის ფაქტიურად. დაკალებიც აუცილებლად მოვლენდა. ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში რაც შენ ამ სერიალში უკვე რა მე 16 სეზონი ფაქტობრივად. მე მგონი 9 წელი არ ვითვლი რაღაცა ეთქობა, არ მიყვარს რაღაცა კონკრეტულ. ხო, 9 წელი, კი. რაიმე უცნაური შემთხვევა არ ქონია ამ დროის განმავლობაში, ანუ გადაღებებზე ხა არა. რას მეკითხა? 9 წლის განმავლობაში ნორმალური შემთხვევას იკითხე შენ. მოდი. რაიმე ნორმალური შემთხვევა ხო არ ქონია გადაღებაზე? კი, ნორმალური, ძალიან ბუნებრივი. ახლა ის იმას რაღაც კურიოზს ვერ გავიხსენებ, მაგრამ როგორ ინიშნება ხოლმე, იცი გადაღება. ნინები, კატოები, ვაკელები, მეგრელები, ახლა იცით ყველა, ხო და არის კიდევ ნინების საძინებელი მაგალითად, რა, როცა ძალიან ბევრი საძინებლის სცენა, ერთად მოუყრიან თავს, რამოდენიმე უბრალოდ შენ იცვლი კოსტიუმს. კოსტიუმი რა არის ხარ რაღაცა საღამურები რა საღამური თბილად ჟღერს ანუ რაღაც პენუარი რა და პიჟა პატარები ცოტა რა ხოჩისაც ესე რაღაცა ეს ეგრეთ წოდებული შევარდნაძის მაიკები რო არის ხო ესეთი რაღაცა ესეთი პატარა შორტი ფოხანა ხო რაღაცა მეც ესე რაღაცა და ზაფხულია რა როგორც ზაფხულში ლოგინში აცვიათ ადამიანებს მეტნაკლებს სახიობებს და იქ ძველ პავილიონში სადაც ვიყავით, როგორ იყო, იცი, თავარი ოთახი იყო დიდი, სადაც ყველა მსახიობები მზად იყვნენ, არ იყვნენ, იქ ვისხედით და თან ეს თავარი ოთახი აუცილებლად უნდა გაგევლო, რომ შესულიყავით დირექტორთან, ბუხალტერთან, ანუ ყველასთან. და მე და ყოჩი ძალიან დიდხანს მქონდა ეს გადაღებები და დილიდან ალბათ ესე 12-დან ღამის 8 საათამდე გამოვიდეთ ამ პიჟამებში რაღაცა მოვწევდით ყავასვალ აქ ხალხი მოდიოდნენ და ჩვენ ვერ ხვდებოდ იმიტომ ცოტა ჩერდებოდნენ და ირაკლი აქ მიშა აქ და კიდე მებრძანდი ჩვენ საჩვენებად ორი ადამიანი ნახევრად ტიტველი მისხედით თელი დღე ხვდებოდით სტუმრ ახლა 7 საათზე მე უკვე ცოტა ისეთ ოფიციალური მიღებები რომ დაიწყო საღამოს მაშინ მივხვდით რომ მე მგონი რაღაცაშია საქმე და მე მივხვდით რომ მიდიხარ ოფისში და ვიღაცა ორი ჩაუცმელი ადამიანი ძალიან ჩვეულებრივად ხდება ძინებლიდან გამოსული ხო არა იქ მოცმის და გამოცვლის და მაგის დრო არ იყო რა და ნუ ცოტა სასაცილო ისეთ მახსოვს ისე ვანიკოსაც აქვს ეგ გამოცდილება შენ მეც ანუ სერიალთან დაკავშირებით რომ
ანუ ვაკეში არის ხოლმე რომ ვა შაგუ ხო ხდები და მე როგორც შაგუს ისე მეკცევენ ხოლმე ანუ რაღაცებს ანუ ისე მელაპარაკებიან როგორც პერსონაჟთან იდენტიფიცირებაზე ეგეც არა პერსონაჟი ხარ ანუ არ ხარ შაგუ ხარ შენ შემთხვევაში ხო საერთოდ გამძაფრებულია ეს იმიტომ რომ ხშირად კომენტარები რომ წამიკითხავს ხო როდესაც სერია დაიდებოდა იქ იყო რომ ეს რა იკადრანინამ ან ეს მაგარიანინა და ასე შემდეგ და ცხოვრებაში თუ ყოფილა ეგეთი შემთხვევები რომ აი მოსულან და როგორც პერსონაჟი ან გაულანწი ხარ ან პირიქით თქვა შეუმკიხარებით რატო გითხოს ჩვენ მე მახსოვს რომ ყოჩის ჩვენ მეგობარს დათოს როლის შემსრულებას სულ შეგათახსირებულო შეარა კაცო როგორ დაანგრია ოჯახი მაღაზიაში ეჭუბებოდა ჩემთან ყოჩიც აი ხდებოდა რომ აი ხდებოდი ხალხო ძალიან უნდოდა რომ ვეცემეო უბრალოდ აი ისე მიყურებდაო რომ იმას ხმარი არ იყო აი ზუსტად ყოჩის ცხოვრება ნახდა შეიცვალა პერიოდი საშიში იყო და ხო მე რაღაცა ნინამაც იცი ანუ ორჯერ რომ ცხოვრებაშიც გადავწყვიტე რომ ბავშვი გამეჩნია და იქაც რომ ფეხბზიმედ ვიყავი. რაღაცა ლოგიკური იყო იფიქრეს ამ ადამიანებმა, რომ შეიძლება იქაც რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ცხოვრებაში ამადა. ვერ შეედავები პრინციპში ამაში და ისე მეკითხებიან ხოლმე ჯერ მოიკითხენ ბავშვები ხო კარგად. იქაური ბავშვები ხო კარგად არის. როგორ გაიზარდნენ რა საყვარლები არიან. ისიც ძალიან საყვარელია, ისიც საყვარელი შეხო ჯამრთელად ხარ. და კი, როგორ არის და ნუ ნინას ჩვეულებრივად ვიხედები ოფიციალურად, ვიხედები რომ ეძახიან. იმდენად პოპულარული ხარ და იმდენად ანუ რაღაცა კეთილგანწყობილია ხალხი შენს მიმართ, შენი პერსონაჟიდან გამომდინარე და როგორც ადამიანსაც. ხო არ გიფიქრია რომ რაღაცა პოლიტიკა. რატო ის იმ დღეს ჩემაკა რაღაცა ქალები და ნებისყოფიანი ქალები ჩვენ პოლიტიკას ჭირდება. კი. და ზეინკლები სხვა. ასე ფასადებს გაბალამაზე ყველას სპორტსმენებმა ქართული პოლიტიკა და საჭიროა მემანქანეები. არა. თუ გესმის ეს და რაღაც ჩემაქმარმა მომწერა იმ დღეს არჩევებულებაში იყო და რაღაც ნომერი უნდა და მსახიობის და მითხარი 2 წუთი მაცადე და გავუგე და დიდი მადლობა მითხარი კონდეს ჩემი იმედი შემოხაზე ტყებო. ტყებო რა კაია? აზარტული ამდენად ხარ. აი აზარტული ადამიანი ამდენად ხარ, არა მარტო არ გულისხმობ მაინც და აზარტული თამაში. რასაც ამბობ, კი, ნუ ეხ სათამაშოდ ვარ მოსული და იცხრა რომ არ ვარ აზარტული. ბავშვობაში ყველაზე მეტად რომელი თამაში გიყვარდა ბავშვობაში? რა რეზინოვანა, კრუგოელაფტა, გახსოვს კრუგოელაფტა. შვიდქაუბანა. ორკროშობანა. წრეშ ბურთის თამაშის დროს ერთხელ მომხვდა ბურთი თავში. უკა ესე წრეში ბურთი გამა დიცი რომელი ბურთი? კალად ბურთის. მანდ გადაწყვიტა შენი სახიობობა. მანდ მივხვდი რომ რაღაცა სხვაგან მინდოდა ყოფნა, ხო. ხო და ეგეთ რაღაც თამაშების მე ცოტა რაღაც შიში გამიშდა და მოკლედ ჩვენ ძალიან კარგი თამაშები გვაქვს იქ კალად ბურთის ეს არის ხება. ბურთი არ მეზრალ. პანიკო ყველაფერს მე დაწყლებით აგვიხსნის. კი, ისეთი საფათო თამაშები შეიძლება შეგვხვდეს რაღაცების როლებში ვიყოთ ვივარჯიშოთ, მაგრამ დაგვერწმუნდა რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ალბათ. ალბათ. მოკლედ მზად ხარ სათამაშოდ? აუცი. მაშინ გავამხნევ. წავედი დიდებეთის ოთახში, მეგობრებო. წავედი. მოკლედ ვაგრძელებთ გადმოცემას, მეგობრებო, ვაგრძელებთ თამაშს და შემდეგ თამაშს ქვია სიტყვების გამოცნობანა. ესე იგი, თითო წუთი გვექნება, გუნდებათ ვართ ისევ დაყოფილებით მე და ნიკო, შენ და ილო. თითო წუთში უნდა ახსნათ 10 სიტყვა. ხო იცი ეგეთი თამაში რა, უნდა ახსნა სიტყვა. თუ რომელიმე სიტყვაზე გაიჭედე, გადადი შემდეგზე, რომ უფრო მეტი კულა დააგროვო. აჰა. და დაგვარდა, მეგონი მარტივია, არაფერი მეტი ზედა. თავარია ბევრი სიტყვა გამოიცნოს შენმა პარტნიორმა. მოდი მაინც უფრო თვალსაჩინო რო იყოს, მე დავიწყებ პირველი ახსნას. გადასარევი. ნიკო. გამამხნევეთ. აბა წარმატებებს არ მოემზადება ნიკო. სანთელს რაში ვარჭობთ? დასანთლე. მეორე რა ქვია? ხანდალი. ეგ არის. ყველა ფრინველი რომ მიფრინავს რა რჩება? ქალაქში? არა. პატარა ჩიტი? სულოში ბეკურა. ხო. როცა არაფერს არ ვაკეთებ, რა გვისქელდება? ტრაკი. კი, ტრაკი ეგ არის. და კარგი არა კარგი. ფილი რო აქ არის, იქ რა არის? ჭირი. კატო. ხო. ეს რა ქვია? ვის რა ხდება ეხა რომ გაწამაწია? გაწამაწია დღესდღეობით რა ხდება? კორონა. არა, მეორე? უფრო გაწამაწია? რო გაწამაწია რა. აი, გადავახტებით, ეს რა ქვია? ეხლა არჩევნები. ხო, ეგ არის. არჩევნები? ეგ არის. ეს რა ქვია? ტომრისგან რო საკრავი კეთდება? ტომრისგან, ტყავისგან რო დოლი. არა, დოლი. ტიპონი კი არა, ტიპონი გუდასტვირი. მეორე, ხო, გუდასტვირი.
რამდენი შეძენი? რამდენია მომ? 1 2 3 4 5 6. 6. 6. აი, მოდი შენ 6 სიტყვა არ არის კარგი შედეგი? კარგია, ვანიკო, კარგია. მოდი ამ გუნდმა იმუშაოს ახლა. ოჩახ, აი, მოდი დაიკავეთ პოზიციები. მე ავხსნე. შენ ამიხსნი, ხო? აი, მოდი. ღვინო, ქალები? დუდუკი. ხო, ის არა რა. რა შეცხეს ნახე? რაღაცა გუფთა, ოღონდ კიდე რაღაცა რო აქვს. ხო, ეგ არის. რო არ ჭამ და ნერვები გეშლება და გაღიზიანებული ხარ, შენ რო გინდოდა წაგაკეთებ, ხო? ის არა ქვია. სუსტინების ყოფის ქალები, მაგრამ ამაში რო ფულს იღებენ, ფულს რო იღებენ ქალები, სუსტინების ყოფა რო აქვს. ყოფაქცეს ქალები. ხო და რა ქვია მაგას? კიდე სვანაირად. არა! მეორენაირად. ქალები რო იხდიან და ამაში კიდე ეგეც ხო, მაგრამ ის სხვა არის, რო იცოდე? ის არა ქვია. ამბორი, კი ბატონო, ის არა ქვია. ვირცხის შვილი, საყვარელი პატარა, მაგრამ მაინც რო კლავთ ხოლმე და ეგეთი პატარა. თაგვი. თაგვი კი არა და ხო, ხანელი კი საყვარლად არა, საყვარლად რო ეძახიან. საყვარლად რო ეძახიან, ვინმე? ის არა ქვია, რო გაიფანტება და მზე გამოვა და რა იფანტება ხოლმე? სიტყვა ალბათ უკვე. ხო, სხვა სიტყვა. სხვა სიტყვა, ცისარტყელა. არა. რო იფანტება ზოგია. არის. მეური ვერ თაგვის შვილი სიტყვა არის. იყო. რუცუნაო, აი. ესე იგი, დუდუკი ლოკოკინას გადავახტით, დუდუკი ტოლმა, მეძავი არ ჩაუთვალო. არა. დიეტა გამოიცნო, სტრიპტიზი გამოიცნო, კოცნაც გამოიცნო, ღრუბელი. ეგენი არ მახსოვს რა. კოცნა ამბობი. 6-6-ია. 6-6-ია. დავიდა. თავზე გვაქვს ადამიანებს ხვივა თმა არა და მეორე ქერტლი გემრიელი საჭმელია ბრტყელია ბლინი ჩურჩხელას მეგობარია თათარას ასხამენ და მერე გამოდის ეს თელამს ასხამენ და ეგ გამოდის გამოდის არ ვიცი ბრტყელია ასეთი კაი კლაპი ბინველია და ჭირი მაგას და არ გადარჩენა და ყველა ვირუსი მაგას რისგანაც გაჩნდა ფინველი გამურა იმას რომ ამაში ხარსაც აბავენ და ხარსაც ხო უგელი ნიახური არა და ოხრახუში კინძი ადამიანებს აქვთ შავი ეტილი ადამიანებს აქვთ ხალი ნუ ესა კეკავს სახეში რო ნუ მაყრი სახეში ნაცარი კედელზე გაგაკრავ იმასავითო სპალერი და სახეს რო იხევენ იქ მოსახვედრად წეგან ამბავიაო რო ნუ იმეს წეგან რომ ბოლო ვერ და რა იყვება არჩევნები? არჩევნებზე რო იხევენ პარლამენტი. აი ვერ გამოვიცანით? 8 სიტყვა ვაგიხსენი. იუჰუ! ოჩა. ვასწრებენ, ანა. აბარა. მუცაზე რა არის წერტილი ესა? კი. რა ქალებს რა თხომი აქვს? კერდი. არა. ის არა ქვია, ხო? ძივი. არა, დაიგე. მოსასხამი, შუბა. რავი, მელია. რა ქვია, ხო, ჩიქით არა და განსხვავებულს იცის ამ. მანძით. ჩიტის. ატარა? არა, ჩიტიშვილი. რომელიც აკითხო ერთმანეთს რო. ხო? ქვია ის რუსულადნასკი როგორ არის ქართულად? წინდა. ხო? განძმა. ხილი არის, რომელსაც უნდა ესე უნდა რო შეჭამოს. არა, ხილი არის რომელიც. ლეღვი. ხო, ეგ არის. რაღაცა დიდი თვალებიანი პერსონაჟი რო არის მადაგასკარში. მადაგასკარში ისა ხო რა ქვია, თახვია, რანანი ისა რა ქვია, მაგას ვაფშე არ ვიცი რა ქვია. კაი, ადამიანებს რო აყრის ხოლმე აქ თიმას. ისა რა ქვია, ჭორფლები. ხო, ეგა და ხელი რით უნდა დაიბანო? საპნის. კი ბატონო და ის გამოიცანი ახლა რაც იყო. მადაგასკარში? ხო. რა ვიცი. ეგზოტიკური ცხოველია. ლემური. ხო! ლემურია? და მეორე თუ რაღაც. ლემური ხო მადაგასკარში. ეგ არის კაცო. გავიდა დრო. და ის სიტყვა მე თვითონ არ ვიცი ქვირითი რა არის და რა ვაკეთო ახლა. არის თევზის ის არა ქვია. იკრა. არა უშავს, რა გამოიცანი? მე გენაცვალე იკრათი ვიცნა. 9 სიტყვა გამოიცანი? 9 თუ გამოიცანი მოვიგეთ. კი, 9 გამოიცანი. ბრავო! რანაირად მოიგეს რაღაცა ჩაწყვეტილი. ესე იგი გამოიცნო ჭიპი. მადაგასკარი მეგონა გამოიცნია. ვიეტნამ კერდი. აქ უკეთია. ყველაფერი. ლეღვი გამოიცნო, ჭორპლი გამოიცნო, საპონი გამოიცნო. 8 გამოიცნო. თანაბრად ამ თამაშიც ფრე არის. ისე მეგობრობა იმარჯვებს, ნო როგორ გვიყვარს ერთმანეთი შეხედეთ რა. კოლეგი. ეს თამაშიც ფრე დასრულდა. მოდი. ეს თამაშიც ფრე დასრულდა და მე იმედი მაქვს რომ შემდეგი ბოლო თამაში გადაწყვეტს ჩვენ გამარჯვებას. ახლა დედაშვილს არა დაელოდეს ამ თამაშს რომელიც ეხლავე დაიწყო.
არის მომენტი, როცა ეხლა უნდა ვითამაშოთ ეს თამაში, რომელსაც ქვია კუბიკობანა. არა, კუბიკ, ანუ დარცობანა. ასე, ამდენი ო, სახეა. ესე დავარქვით დარცობანა. აბნეო, ანიკო. როგორც ხედავთ, არის დაფა, რომელზეც აღბეჭდილი ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის, ქართველი იქნება თუ უცხოელი არ აქვს მნიშვნელობა, ცნობილი ადამიანის ფოტო, რომელიც პატარა კუბებით არის დაფარული და ჩვენ ეს თითო კუბი შეგვიძლიათ მოვაძროთ დარცის საშუალებით. ანუ ჩვენ მიზანზეც არის. კი, მიზანზეა აუცილებლად. მოვარტყამ, რომელ კუბიკსაც გაარტყამ, იმას მოხსნით და ვიმსჯელებთ თუ მიხვდებით ადამიანია ის თუ არა. ნიშნულოვანი ნაწილი. ამ ადგილას არის უფრო ისეთი ცნობადი ნაწილი. ხო, ცნობადი ნაწილი. ამიტომ ამ კუბიკს აუცილებლად ამ წრის შიგნით უნდა გავარტყათ თუ გარეთ გავარტყით, სულ ასტოვებთ, ხო? ესე ვიცი მე. ვის გაცნობადი ნაწილი გენას. წვანე მთხოვეთ, ხო? თქვენ გუნდს წვანე. მოდი დაიწყოს მათმა გუნდმა. რა თქმა უნდა. სათითაოდ ვისვით? სათითაოდ ვისვით. ანას პირველი ჩვენ გუნდშია და ჩვენგან ვუთმობ. გავამხნევოთ ანა. აბა, ზეინკალ შემკეთებელი. ჯერეთი მისია გაქვს რომ უნდა ზეინკალ შემკეთებული ღებავი. ღებავი. პირდაპირ ათიანში რო გაარკვას. ოპ. დაეხმარე მოუხსნე. არა, მე მოხსნი, კაი მე შენ თვითონ. თვითონ მოხსნი? ხო. ძლიერი ქალი, ძლიერი ნების ყოფით. ეს მოხსნა? კი, პირდაპირ ნებისმიერი ძალით. აბა თქვით. და კარგი ნაწილი გამოჩნდა, საერთოდ ვერ ხვდებით ვინ არის. და ეხლა დაბრუნდით თუ აქ ვარიანტები. უნდა თქვა, შეგიძლიათ. რაღაცა სხვა ეპოქიდან ჩანს თითქოს რაღაცა. ხო, გეგონება ის არის. იჯაკი და რაღაცა. იქნები რო იყიდებოდა რომანები, ხო იცი, იქ რო ხალები ეხატრენ ხოლმე რაღაცა ბიუსტი. მოიცა, ეხლა ილო ისვრის. არა, ეხლა ჩვენი ჯგუფიდან ხო, ნუ, ეხლა ერთით ვერ მიმჟელებთ, ქალია, კაცია თუ რა არის. ადრია, მაგრამ ეპოქაში გეთანხმ. გეგონება. კარგი, ხად მობძანეთ. გადაგვიშვით. სვას. შეიძლება უკაცრავ. ხო, თითქოს რაღაცა ის. ხო, მაგრამ მოემზადება ნიკო, 1 2 იაბა. რა იყო? გამოუწოვე. არ იცვლება. ეს საერთოდ არ გეთვლება, მაგას ვერ არაფერი გამოტოვა სვლა. გამოტოვა, მიდი. არა და კარგად მოვინდობი. კარგად. შენ რატო ისვრე? ჩემი ჯერი არ და. არა, ეხლა არა, გამოტო. ხედე როგორ გვატყუებენ, თავისივე ახსნის. ნაწილი ჯობია, არა ხო. კერჩი ნუ გაარტყავ ხა იმას. აქედან აქეთ. ანუ აქედან მეორე. მოჭრილს ურტყა? ოჩაღილო. ეგ არის აქედან მეორე. აბა მოხსენით. დადადადამ. მაინც ვერ გამოიცნობენ და მე დავდგები. მოხსენი, უცებ არა, მოხსენი. მე მიყვარს ხომ შენ გადაცემაში ხომ ესე. კი. პრიზი სტუდიაში. აუ, ფერი გავა. დროს ნუ დავარდა შეა, ღამეა. დროს ესე იგი ფაქტი რომ ღამეა. მაშინ უნდა ვიჩალოთ. ეს არაფრის თქმელი არ არის, რა არის ის ღამეა თუ? არაფრის თქმელი. ღამეა. არის ვანიკო? არის ვანიკო? ყური გავხსენე. აი ერთი წამით ერთი წამით. ეს საერთოდ არ ყოფილა მკერდი იქ თუ ყურია მაშინ. რაც? ნუ კერდი იქ არა, არის ადამიანია. ეს ახლოს ნო მივდივარ. არის. არ შევე ხო? არა, შენი არ შევე მე. ეხა მე ვისწავლე. ეს არა. ხუდია ხურავს მაგას ვარტყავ. ხუდია იცი ხურავს. რა არის? იქ უკან ნორმალური ადამიანია, იმიტომ რომ გვერდზე კერდი და თავი იქ ხილკა. ნორმალურია ეს. აი ამ პირველ გასულ უჯრაში. კერდი და პირველ თანამედროვე გასულ უჯრაში მგონია რომ აი ეს ნაწილი იყო და ეს ნაწილი თუ იყო თავი აქ როგორ არის ვეღარ. ნახეთ ქულებზე თქვენთან არა ისაა ცოტა კუბიკებში გამოიცნობ თუ ბევრში ამიტომ ის როგორ უკვე კაი, ნაკლებად გენაცვალე. ძველ დროში ვართ ესე. აბა მიდი მიდი. ეს საინტერესო კაი რაღაც. მე მგონი გამოვიცნო. აი ბაი. გარი დაგვერხა მე მგონი მოდი აქ ძალიან ახლოს უყურებ. იქნებ თვითონ მითხრას ვინ არის? მობძანდით აქეთ საქჩურჩულებს. მე ვიცი მე მგონი ვინ არის. ერთი წამი მეც შევხედე. მე იცი რა დავინახე ადამიანებს. ალპაჩინო. ალპაჩინო. არა ალპაჩინო საიდან? არა, შეიძლება არის. მე არის როლა, მე მარტო შეგვიძლია ქართველებზე რატო არის ვცხოვრობ? ალპაჩინო. მე მარტო ქართველებზე ვცხოვრობ. ერთი წუთი ბოდიში. თუ გაქვთ ვერსია, რა ვიცი. რა შეგიძლია ხალზე იცარ. შემიძლია? მეც მაქვს ვერსია. ის არა ქვია, ის მომტირალი მომღერალი რო არის, ეგ ხო არ არის? ანუ არ ვიტყვი. თუ მე არ ხალზე იცანიო ხარ, რავი, მეც მომტირალი მომღერალი, რა ეგეთი ხალია ეკლესიასი? არა, ის დენი რო არა. დრო გავიდა, გამოდი. დავიდა შემდეგი მიდი მომტირალი მე მომღერალი. ქართველი მგონია და რა. ქართველი მგონია აქცია. აჩა, მიდი. მალადეც. აჩა. რა ვქნა ვანიკო? ვიცოდი რა ყველაფერს ვაკეთებ რომ სულ დაგეხმარ. ვიცოდი რა ეს შენი ძლიერი მხარე იყო დარცის გარცის ყოფილვარ საოცრად. დაოცრება. მიდი აპლოდისმენტები და ილო, მიდი. მიდი ილო მიდი ხუდი ახურავს აშკარად. არის თლება მოიცა. არა აუ, კაი, ის გარეთ არის ნახე რა,
წრის გარეთ არის. წრის გარეთ არა, არის. შეგვიძლია მოხსნათ. არა, მაშინ გამოტოვეთ სულა. არა, წრესია მაშინ. არა, არის. აი, ნახე ნაჩხლეტის. ნახე, წრეს არ მოხდა. ეს უნდა გამოცდეს რა, მოდი. კაი, მაშინ წრეს გამოცდეს, კი ბატონო. ივანიკო შენი სული? ხო. არა, მაგრად კი ისროლა ამოხერმა. ლამის მინდა რა. აი, გამოსდეს ჯობი. ბიდი. ჩემ ჯერია? ჯენი ჯერია. აი ხა ვარტყამ წრეში. წრეში არ გინდა. აი ზემოთ. პიაზი გასკდა. არის კარგია. პიაზი. ო, რა შედა. თურმე რა შეიძლება. მოიცა, იცი რა მაინტერესებს. არ თქვა რა, შენ რო წეღან რაღაცა ან ვიღაცებმა რო თქვით ეგ ითვლება? კი. რა იცი ეს არაფერი. მოიცა ბიჭო, ქალი მეგონა მაგრამ. ხალი არ კაცი არის. როა, ფაქტია? კაცია და ხო. მე მგონი თბილისი, მართლა რატომ გონია? ალპაჩინო ეს დეგენერანტი. დეგენერატი. ხო, პირადად რატო გვემალება? გაიგე. ბიჭო, ერთი თვალი ჩანს მარჯვენა. ხო. მარჯვენა არა, თვალით არის აშკარად ერთი სევდიანი, წამით. ხო? აი შევხედე. სევდიანი და მოხუცი. ეს არის. რო გავიდეთ, რო ბუდი. ნუ ეხმარები დანებეთ. კარგი, ესროლე. მიდი, ტყებოს ჯერია, ტყებოსი. უგარ. მოიცა დაგეხმარები. ოღონ ადამიანს კი არ უნდა გაიგო. კონკალი მე მგონი. მე მგონი. ო, კისრის ნაკვთებით თუ ვიცნობთ, ახლა არ ვიცი, მაგრამ. ჩვენ ვერ ხედავ თვალით. აშკარად ახლოს ხედავ. იგივე ტიპია, ვინც წეღან იყო. არაფრის იგივე ტიპია, ვინც წეღან. ანუ გძოთ თამაში. ეხლა თუ კიდე ავაცილე. ვერ გავიგე. აჩა. არა თვალში გა. იმ თვალში გავარდნი, რომელსაც მივედი. და თუ გძნობს რას უანაწილი გჭირდება სასტრაბოდან ქვედა ის მაინც. ქვედა ნიკაპი არაფერს არაფერს ხმელი არ იქნება. აი ესეც. შუბლი გაიხსნა, მაგრამ არაფერს არ მოგწევს ეგ შუბლი. ნახოთ შუბლის ზარღვია ხო არა? ვიცი ვინც არის. კი ვიცი ვინც არის. არ არის ჩვენი ჯერი, თორე ვიცი. ჩვენი ჯერია, მაიცა? აიცა, აბა, იმჯეროთ თორე ეს ნახეთ, წინახი გვა. მოიცა, თქვა მე. ესპანელია, შენ რატო ვერ წნარდები რა დღეში ხარ? აუ, შენ თუ ვეფერეთ ამბი. კაცო. არ ვიცი ხა გაგფუჭებულ წარბზე რანაირად მიიღო. მაინც ერთი წამი. yes. ქართველია არ არის ქართველი. არა. ესპანელია. ესპანელი მეც აღარ გეტყვით. აუ სახელები რა მქნა თათია მარტო შენი სახელი კი არ მომიწყდება. ესპანელი რომელი მსახიობია? აი რაღაც ხო მაგარი მსახიობია. ესპანელია. ხავიერ ბარდემია? ხო თუ ეგა? იმის თვალებს შეხედე? აი გამოიცი. ხავიერ ბარდემია? არ არის ექს. არ არის. მანიკო ის. ვერსია ხო ვერსია. რამეს გააკირასაც გინდა და მე შევეცდები ახლა შუაში კაცმა გავა. იკითხე რატო გამოვაგდეთ აქეთ? შენ შეცადე ბიჭო, მე მგონი ეგ არის რა. ანუ ამან საერთოდ რა ვიძახი ამ სიტყვას. ვიცოდეს? მოდი ვთქვა. აი მე არ გვაქვს უფლება. არა, უნდა ვიცი. აი მომეწარ. დაზგებიცები ვიცი ვინც არის. გამოვიცანი. ეს თანერვი ზუსტად გამოვიცანი. აუ, გამოვიცანი და დაზგებიცები თუ არ ვიცოდე ვინ არის. აუ მეც ვიცი. ხა ნიკაპი ყველაფერს გეტყვის. ნიკაპი, როგორი ნიკაპია გააჩინია მეტყველი? აშკარად ხავიერ ბარდემია ხარ. კალათია. ნახო, აიცა ერთი წამი არ არის ეს პასუხი. კალათია. ხო გითხარი რომ გალადია. კალათია. ალადია და აიცა ერთი წამით. მალაზია. ამ ფოტოს თუ ვერ ხვდები. კალათია. მაგრამ ეს ფოტო მახსოვდა, მაგრამ იქ ეგეთი სახით ფოტო კი არა, ვიდეო მახსოვდა. მოკლედ ვიღაც ახალი კლუბიდან გამოსული ბიჭი მეგონა და. ძალიან თვალსაჩინოდ გაიგმა გამარჯვებული მეგობრებო. ეს ძალიან დამაბნეველი იყო. არა, მართლა ვერ მიხედავ. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა ჩვენთან სტუმარი ყოველთვის იმარჯვებს, აქ მართლა გაიმარჯვა ჩემო ყებო. მადლობა. იმულოცოთ. ძალიან დიდი შენ მადლობა. გამოდესმა ლიდერ კარდი ლიდერბეტისგან, რომელზეც 500 ლარი არის დარისხული. როგორც გინდა გამოიყენებ. მადლობა. მოდი ჩემი ის ხელები, ამით დავიწყეთ, ამით დავამთავროთ. აი ესე. აი ესე. დიდი მადლობა. როგორც ჩვენ მაგარი. კარგი, მოდი. აუ ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ შეგვიძლია მოგილოცოთ. დაუჭირე, დაუჭირე. ოპა, ოპა, არა და ჩვენა გილეთი გვინდოდა რომ დარტყმის დროს ბარათს ვაცლით ხოლმე. აი, ანამდე დაგწვიდა. არ გამოვიდა. დღესაც უკაფრინდოდ დავჭი. ასე და ამგვარად ვემშვიდობებით ანი ტყებოს ძალიან დიდი მადლობა ანი კარგი თამაშები შემოგთავაზე კი კარგად გავერთეთ და დაგემშვიდობებით გავაცილო